ოქროს ბიჭების საიუბილეო კვირეულის ფარგლებში დღეს მიხეილ მესხის ძეგლის გახსნის ცერემონია გაიმართა. ლეგენდარული ფეხბურთელის სახელობის სტადიონზე მოქანდაკე გოგიშვასობაიას მიერ შექმნილი სკულპტურა დაიდგა. იდეის ავტორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იყო, რომელმაც ძეგლის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. პროექტი დედაქალაქის მერიისა და ქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა. დღესვე მიკოლოლაძის ავტორობით დინამოს 9 საუკუნოვანი იუბილეისადმი მიძღვნილი წიგნის სახელწოდებით ქართული ფეხბურთის დიდგოლი პრეზენტაცია გაიმართა. ამ წუთებში სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თუთა რუსთაველის სახელობის ელჩი დინამოს იუბილეისადმი მიძღვნილი საგანო ტარდება. ორგანიზებაში მონაწილეობს თხოვრო მესხის ძეგლის განთავსებისთანავე ჩვენი თაობიდან, ძველი თაობიდან ვიღანა ვართ, 3 კაცი ვართ დარჩენილი. მადლობის მეტი რა გვეთქვის, რომ ისევ ახსოვს კიდევ საზოგადოებას და ახსოვს ჩვენს ერს და დავიწყებას არ აძლევენ აი ესეთი ხალხისა. ეს დღეები არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეები, გავიდა 50 წელი პირველი დიდი გამარჯვებიდან და მე მინდა სულ ყველას მოულოცო ეს დღე და უსურვო ქართულ ფეხბურთს რომ კიდევ გქონდეს ბევრი წარმატება. თბილისის მერია ყოველთვის მზად არის იმისათვის რომ თითოეული თქვენთაგანის ჩართულობით რაც შეიძლება მეტი და კარგი საქმე გავაკეთოთ. ერთის მხრივ ადამიანებს განსაკუთრებული ღვაწლი უნდა დაუფასდეთ და ეს უნდა იყოს მომავალი თაობებისთვის ფიქრის საშუალება იმისა, რომ თვითონაც მოინდომონ და თვითონაც შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთონ.